ილია ჭავჭავაძის წინასაარჩევნო მიმართვა 1897 წელს. ხვალ 18 მაისი განკითხვის დღეა. განკითხვის დღე იმისი თუ ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს თბილის ამ 4 წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულის ტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის კეთილდღეობისათვის, ჩვენი საუკარგიანობისათვის. კანონმა ნება მოგცა ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენ საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს. ხარჯით ტყუილ უბრალოდ არ იქსაქსებოდეს. საქმე ჩვენ და სასიკეთოდ კეთდებოდეს და კეთილი დღე და დღე ემატებოდეს ჩვენს მშობელ ქალაქსა. ყველამ ერთად რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით 80 ამოირჩიეთ თქვენ შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. იცოდეთ, დიდი ცოდვა მადლი თანასდევს არჩევანსა და ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუს, თქვენს სინდის, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ, ვინ არის ღირსეული და ვინ არა, განურჩევლად დიდისა და პატარისა. იცოდეთ, თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც თქვენი სიკეთე, თქვენი სიყვარული, თქვენთვის გულშემატკივრობა სულელობად არ მიაჩნია, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლშვილი და თქვენი ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს, რამოდენადაც ყოველივე ეს შესაძლოა. თქვენ გინდათ კაცი, რომ მდიდარს განგებ არ აკლებდეს ქალაქის ხარჯს და ხმა მოუღებელს შეუძლებელს განგებვე არ უმატებდეს და რაც მდიდარს დააკლებს, ღარიბს არ ახდევინოს. თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენი მიყრუებული უბნები ტალახისა და ტყლაპოებისგან არ ახყარდეს და მარტო მდიდართა ქუჩები არ ახლაპლაპებდეს სიფაქიზითა. თქვენ გინდათ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი, ქალაქის ბაზარში კარგი და საღი იყოს და თქვენ არ გახდენდნენ, არ გაფუჭებდნენ და ამხრით უშიშარიყვნეთ. თქვენ გინდათ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელ-სასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მამასისყლად არ ხდიდნენ და ამით თქვენ და თქვენს ცოლშვილს არ უძვირებდნენ საჭირო საზრდოს და საკვებსა. თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არ აფარებდნენ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილ უბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა და ჯამაგირების სახითა. თქვენ გინდათ კაცი, რომ ბუნებითად კეთილი ჰაერი თქვენის დედაქალაქისა არ იშხამებოდეს უწმინდურების სიყრალითა და არ აგშხამავდეს თქვენ, თქვენს ოჯახს, თქვენს წვრილშვილსა. თქვენ გინდათ კაცი, რომ წყალი უბნებელი და მოუწყვეტელი გქონდეთ და ამასთანაც, რაც შეიძლება იაფი. თქვენ გინდათ კაცი, რომ რაკი ხორაგს თუ სასმელს ბაზარში ჰყიდულობთ, დახათრი ჯამებული იყვნეთ, რომ წამხდარს და მოწამლულს არ შემოგაპარებენ. თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენს წვრილშვილებს სწავლა განათლების გზა და სახსარი მისცეს, გული კეთილს შეუჩვიოს, ჭკუას ჯასა და მოსაზრებასა, რამდენადაც შესაძლოა. თქვენ გინდათ კაცი, რომ თითქმის 2 მილიონამდე ყოველწლივ შემოსავალი ქალაქისა, თქვენგანვე ხარჯად აღებული, თქვენვე და თქვენს ქალაქს საერთოდ ხმარდებოდეს გამოზოგვითა და ცოდნითა და არა აქეთ-იქით იბანტებოდეს გულდაუდებლობით და უთადარიგობითა. ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცად კაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელ ქალაქსა.
იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის 4 წლის თქვენს საერთო სვებეთსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. 4 წელიწადი ბევრი სრისამია შემძლებელი. ავით შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც. გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ. იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინდის, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი და ღვთისა და მართლის სახელით შეუდექით არჩევანის დიდ საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინდისი არ გეუბნებათ.